ტყუპებო, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს გაშლაზე, ტყუპებო. მოდით დაუკავშირდეთ ენერგიას, ვნახოთ რას გვეუბნებიან სიუხვის ანგელოზები თქვენთვის. რა უნდა იცოდეთ, რა არის ის ნიშანი, რომელსაც ანგელოზები გიგზავნიან? აიღეთ ის, რაც თქვენთან რეზონირებს და გაეცანით თქვენს მთვარის და ასცენდენტურ ნიშანს. ტყუპებო, სიუხვის ანგელოზები გვეუბნებიან, შეასრულეთ თქვენი საქმე. მეუბნება, საკმარისი არ არის მხოლოდ ოცნება ან ლოცვა, თქვენ ასე უნდა განახორციელოთ პოზიტიური მოქმედებები ღვთიური მითითებების შესაბამისად. თანმიმდევრულად იმუშავეთ თქვენს პრიორიტეტებზე. თქვენ მათ ააყვავებთ როგორც აყვავებულ ყვავილების ბაღს, საჭიროა ადგომა და საქმის კეთება. სიტყვასიტყვით, საქმის კეთება ასევე გულისხმობს დაკავებას და არა იმდენად იმის დარდს, თუ რა შეიძლება გაკლდეთ ამ მომენტში. თუ თქვენ იცით როგორ გახადოთ ეს საკითხი ფუნქციურად, ეს სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობა და ხელის შემოკვრა საქმეზე. თუ იქნებ იმ მომენტში ხართ, როცა ოცნებობთ, გეგმავთ შედეგს სამუშაოსთან დაკავშირებით და ითხოვთ მითითებებს. ითხოვთ დახმარებას თქვენი სინათლის არსებებისგან. და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცხადია, თქვენზეა დამოკიდებული, რომ განახორციელოთ ეს მოქმედება. ასევე გთხოვენ, რომ იყოთ პოზიტიურ ენერგიაში, არა? სიუხვის პოზიტიურ ენერგიაში. ეს კარგად დამთავრდება, ეს ჩემთვის არის ეს სამუშაო უკვე ჩემია. უკვე დაინახოთ საკუთარი თავი იქ მოქმედებდეთ ისე, როგორც გსურთ, ან რაზეც ოცნებობთ, ან გეგმავთ, იყოთ იმ ადგილას იმგვარად. ფულის იმ რაოდენობით, რადგან აქ ძალიან საინტერესო რაღაცები მოდის. მაგრამ თქვენ ასევე უნდა დაუთმოთ ამას დრო, ხომ? თქვენ თავად უნდა მიუძღვნათ თავი, დაკავდეთ თანმიმდევრულობით, რათა ეს მოხდეს, რადგან საქმე არც თქვენს სახლის კარზე დააკაკუნებს და არც ვინმე ჩამოვა ღრუბლიდან და გეტყვით. შეხედე ეს სამუშაო შენთვისაა და ეს ფულიც. ამიტომ გეუბნებათ ანგელოზი, რომ ჩვენ ასე უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები პრიორიტეტებთან დაკავშირებით და თუ თქვენ ამას გააკეთებთ და გააცნობიერებთ, რა თქმა უნდა, რაღაც გიგანტური ფორმით აყვავდება. ამიტომ მე ვგრძნობ, რომ თქვენ ამას გააკეთებთ, ხომ? თქვენ შეუდგებით საქმეს. მოდით. ეს თქვენთვის ისედაც დაგეგმილია, უბრალოდ უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ადამიანს სურვილი ცოტა აქვს, რადგან შედეგს ვერ ხედავს, ან უკვე იმედგაცრუებულია, ან დაიღალა მცდელობით, მაგრამ კარგი. რაღაც მიზეზის გამო გეუბნებიან, იქ გააკეთეთ, თქვენ უნდა განახორციელოთ მოქმედებები. ნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები. ეს ყოველთვის ზოგადი გაშლებია, ტყუპებო. შეიძლება ზოგჯერ თქვენ დაგჭირდეთ თქვენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა და ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩემთან პირად გაშლაში. თქვენ დაჯავშნით მას ვებგვერდზე, აქ გაქვთ მისამართი ვიდეოში და ასევე გაქვთ დამაგრებული კომენტარი თქვენს ნიშანთან, სადაც პირდაპირ გადადიხართ გვერდზე, იქ წერია რა გელოდებათ თქვენ. ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია. ასე მნიშვნელოვანია პოზიტიურად ფიქრი, ხო? რადგან იქ გაქვთ მზე და მზე გვესაუბრება ამაზე. პოზიტიური აზროვნება და მოქმედება. მოქმედება არის ის, რაც გაკავშირებთ სიუხვესთან და შეუზღუდავ კეთილდღეობასთან. უფრო მეტიც, თუ თქვენ დაიწყებთ ფიქრს, დეტალურად დაფიქრდებით, ააწყობთ ფორმას, ხო, ამის საპირისპიროდ მოქმედების ფორმას. რა თქმა უნდა, დააკაკუნებთ კარებზე, სადაც სიურპრიზებია, დააკაკუნებთ კარებზე, რომლებსაც თქვენთვის ზრდის დიდი შესაძლებლობები აქვთ, რადგან მზე გიჩვენებთ იმას, რასაც დღეს შეიძლება ასე ნათლად ვერ ხედავთ, რადგან გაფანტული ხართ და ცხადია, არ ხართ დაკავებული იმით, რაც სასარგებლოა. მზე მოდის როგორც თქვენ გამანათლებელი. უპირველეს ყოვლისა, ის მოდის, რომ გაგანათლოთ ჭეშმარიტებიდან, ხო? ყველაფერი, რაც მზის სინათლის ქვეშ ჩანს, ყოველთვის გამჭვირვალე ჭეშმარიტი და ახალია და აქვს ზრდის დიდი პოტენციალი. იგივეა, თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ გჭირდებოდათ ამ ენერგიის აღდგენა, რათა ამით დაკავებულიყავით. კარგი, მზე შესაძლებას ხდის არა მხოლოდ იმას, რომ მოგეცეთ ენერგია, რომ აღიდგინოთ პოტენციალი, აღიდგინოთ შემოქმედებითი უნარი, არამედ რომ შეძლოთ სხვების დაინფიცირება, რადგან მზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ანათებს, ხო? ამიტომ ის გეუბნებათ, რომ სტიმულის წყალობით, მოქმედებაზე გადასვლის წყალობით და განსაკუთრებით პოზიტიური აზროვნებისა და იმ სურვილის წყალობით, რომელსაც თქვენ ამაში ჩადებთ, თქვენ მიაღწევთ ძალიან მასტიმულირებელ წარმატებას, რომელიც განაგრძობს თქვენთვის სარგებლის მოტანას მომავალში. რადგან თქვენ გაქვთ 10 პენტაკლი და გაქვთ სამყარო. ასე რომ შეიძლება ახლა თავს ძალიან კომფორტულად არ გრძნობდეთ, არც კი იმ ადგილას, სადაც ხართ, იმგვარად როგორც ხართ. და მალე ეს ყველაფერი შეიცვლება, რადგან სამყარო არის სრული საპირისპირო. სამყარო გულისხმობს იმას, რომ თქვენ სისავსეში ხართ, ჰარმონიაში ხართ და განსაკუთრებით ისე კომფორტულად იმ ადგილას, რომლის არჩევასაც აკეთებთ ვისთან ერთად და ისე რომ ვერ დაიჯერებთ განსხვავებას.
ასე რომ ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ ასრულებთ თქვენს ცხოვრებას თუ დაიწყებთ ასე მოქმედებას. გამოწვევა ცხადია დაძლეული იქნება, ეჭვიარეპარება. ასე რომ თქვენ გექნებათ იმის შეგრძნება, რომ გინდათ იზეიმოთ ეს ყველაფერი, რომ კარგია რომ ეს გავაკეთე, კარგია რომ რისკზე წავედი, კარგია რომ საქმე დავკავდი, რომ არ გაუშვი ხელიდან შესაძლებლობა და რომ თამამად შეუდექი, რადგან დღეს ცხოვრება უზარმაზარ ჯილდოს მაძლევს. თქვენ გაქვთ 10 პენტაკლის სისავსე და მოგება. ეს ასევე გულისხმობს ცხოვრების სისტემას ან სტრუქტურას, რომელიც თქვენს ცხოვრებას სოლიდურობას ანიჭებს. კუპების ცხოვრება მყარად იგრძნობა მყარ საფუძველზე, სადაც არის ფული დასახარჯად, სადაც არის ფული დასატკბობად, სადაც შესაძლებელია ასევე დატკბეთ მეტი სამუშაოდ. სადაც შესაძლებელია დატკბეთ თუნდაც იმით, რაც შეიძლება იყოს, ესე იგი ცხოვრების პატარა მომენტებით, რომლებიც რაღაცნაირად არის მომენტები, სადაც ადამიანი ყველაზე უხვად გრძნობს თავს, რადგან გარშემორტყმულია თავისი ახლობლებით, ოჯახით, მეგობრებით. რადგან თქვენ ასევე გაქვთ მზე შეხვედრების საყვარელ ადამიანებთან, მაგრამ ასევე და ამას გარდა ძალიან პერსპექტიული მომავალი, რადგან თქვენ მოგიწევთ მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რასაც ამიერიდან მიიღებთ, რადგან წარმატება ჩანს და შეიმჩნევა ეკონომიკურ სფეროში და განსაკუთრებით თქვენი ოჯახური ცხოვრების მდიდარ და დამაკმაყოფილებელ კონტექსტში თქვენი წარმატების გარშემო. კარგი ეკონომიკური უსაფრთხოება ის განაგრძობს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე საუბარს. საჭირო ასევე მიღებისთვის გაიხსნათ. არ დაგვაუწყდეს, რომ ფულის ენერგია უნდა მიედინებოდეს და იმისთვის, რომ ფულის ენერგია მიდინოს, ჩვენ უნდა დავაბანდოთ. დავაბანდოთ რამეში ან რაღაცნაირად. კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს ბიზნესში, ხელსაწყოებში, ინსტრუქტორში, რაღაცის გაზიარებაში, რაც ვიცით, რომ უნდა გავაზიაროთ პირადი სივრციდან. და ეს პლუს მადლიერება, პლუს პოზიტიური აზროვნება, რა თქმა უნდა, განსხვავებას შეგვიქმნის, რათა, რა თქმა უნდა, იმ სიუხვის შემოსვლა დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. არსებობს სტრუქტურა და არსებობს სოლიდურობა. და თქვენი მხრიდან სიმშვიდე უნდა იყოს. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება ეშინოდეს დანაზოგების შეხების. რა მოხდება თუ დანაზოგებს შევეხები? რა მოხდება თუ დავხარჯავ ამ ფულს, რომელიც საგანგებო სიტუაციისთვის მქონდა შენახული? აბსოლუტურად არაფერი მოხდება, რადგან ცვლილებაა. თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი, რომ არაფერია სტატიკური, რომ ყველაფერი განუწყვეტლივ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება, იმიტომ რომ თქვენ წყვეთ ფორმის შეცვლას, გრძნობ რომ არის რაღაც, რაც გეუბნებათ, რომ წინ უნდა წახვიდეთ, რომ უნდა მიხვდეთ, რომ ერთი ციკლი მთავრდება მეორის დასაწყებად. და ბედის ბორბალი გაოცებთ ისე, როგორც შეიძლება არ მოელოდით, არც ისე, როგორც ელოდით, მაგრამ გაოცებთ სიკეთისკენ და გაგრძნობინებთ კვლავ თამაშის გამარჯვებულად. თქვენ იქ ხართ პიკზე და ტკბებით ხელსაყრელი მომენტით. ნახეთ, როგორ ყველაფერი აზრიანს ხდის იმ ადგილს, სადაც გსურთ ყოფნა, ისე როგორც გსურთ ყოფნა. და რა თქმა უნდა, იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც გსურთ ყოფნა. ბედის ბორბალი, მზე და სამყარო. მე ვხედავ, რომ ტყუპები მიიწევს იმ ადგილისკენ, რომელიც აღთქმულია. ანუ თითქოს რაღაცნაირად თქვენ უნდა გქონდეთ ის პოზიტიური აზროვნება, რომელიც ამ ყველაფერს ასტიმულირებს და რომელიც თქვენს ოცნებამდე მიგიყვანთ, რადგან თქვენ მოდიხართ ისეთი პერიოდიდან, როგორიცაა უგუნებობა ან სურვილის ნაკლებობა. ან პირადი ძიება და პირობები იწყებს ცვლილებას ისე, რომ თქვენ არა მხოლოდ ხელსაყრელად ხედავთ მათ ამ მომენტში. ამიტომ რასაც ანგელოზები გეუბნებოდნენ, თქვენ უნდა დაიწყოთ ამის ფუნქციონირება იმ საქმის შესრულებიდან, არამედ ხელსაყრელი პირობები გაყენებთ პირადი ზრდის წინაშე და გიხსნით შესაძლებლობებს. მე მგონი, თქვენ ასევე იცვლით მიმართულებას და მიმართულების შეცვლით თქვენ იწყებთ ცხოვრებისგან ჯილდოს მიღებას, ამიტომაც უკავშირდება ის იმ ციკლს, რაზეც მე გესაუბრებით. მაშასადამე, რადგან არაფერია მუდმივი, არაფერია შეუქცევადი, ყველაფერი მუდმივ განვითარებაში და ციკლშია, თქვენ ცხოვრებაში რაღაც მოხდება, რაც ციკლის შეცვლას გაიძულებს და თავიდან დაიწყებთ. და ეს თავიდან დაწყება მოაქვს შესაძლებლობას, რათა თქვენ შეძლოთ განვითარება, გამოხატვა, რაღაც ახლის მიღწევა ან იმის აღმოფხვრა, რაც უკვე აღარ შეესაბამება ამ ახალ რეალობას. მაშინ ყველაფერი გაძლევთ საშუალებას სინქრონიზაცია მოახდინოთ მოვლენებთან, ადამიანებთან, გამოიყენოთ პირობები და განსაკუთრებით აზრი მისცეთ იმ სამყაროს, რომელიც სრულყოფილად იგრძნობა. ფიქრობ, ასევე თქვენს მხრიდან არის დამოკიდებულების ცვლილება, რაც ამის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ თუ არა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. კარგი ასევე აუწყებს მოულოდნელ და ისეთ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლებითაც ისარგებლებთ ამიერიდან. სადაც ხვდებით, რომ ნამდვილად ღირს სიცოცხლე და რომ უნდა გამოიყენოთ ყველაფერი, რასაც ცხოვრება გვაძლევს.
და ზოგ შემთხვევაში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მაგიით. ეს მაგიურად ჩანს, მაგრამ ასე ეს არის ისეთი პოზიტიური ცვლილება, რომელსაც მიყავხართ და გაკავშირებთ იმასთან, რაც არის წარმატება. ისევე როგორც ეტლი მიგვატარებდა დაბრკოლებების დარღვევით, რომ ბორბალი გაიძულებთ, შეხვიდეთ წონასწორობაში, შეხვიდეთ მოძრაობაში, იაროთ წინ მოქმედებიდან და მიგვითითებთ თქვენთვის ხელსაყრელ შედეგზე, რადგან საქმეები უბრალოდ ხდება. მათ შეიძლება განსხვავებული ფორმით მოხდეს. დიახ, მაგრამ ისინი ხდება და ყველაფერი თქვენი ზრდისთვისაა. და ყველაფერი იმისთვისაა, რომ გამოიყენოთ და ყველაფერი იმისთვისაა, რომ დაინახოთ, რომ კარგი პერიოდი თან გდევთ და მიიღოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც გეძლევათ ადამიანებში, ფულში, სამუშაოში, სიტუაციებში და საჭიროებებში, რომლებსაც თქვენ დაიწყებთ მოწესრიგებას. მაშინ საქმეები მართლაც ხედავთ, რომ საოცრად ხდება და მზეც გაძლევთ იმ მაგიურ ენერგიას, ხომ? აქ არის თასების ოთხიანი. თქვენ აღიდგენთ ენთუზიაზმს, რომელიც ახლა გაკლიათ სიცოცხლის უნარიანობას და ზოგიერთ შემთხვევაში იმ კრეატიულობასაც კი, რაც დროებით დაგეკარგათ. ზოგჯერ, როცა 400-ის არკანში ვარ, თავს მოწყენილად გრძნობ, საკმაოდ მოწყენილადაც კი იმის გამო, რასაც დიდი ხანია ვაკეთებ და გვაკლია გადაწყვეტილების მიღების უნარი, ან არ განვიხილავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ხელთ გვაქვს. გითხარით კიდეც, რადგან მზე გაჩვენებთ სიტუაციებს, რომლებიც გამორჩენილი გქონდათ და რომლებიც ამ მომენტში ძალიან ხელსაყრელია თქვენთვის. თქვენ გაქვთ ორი ოთხიანი, პენტაკლების და თასების. ორივე მათგანს შეუძლია ასევე ისაუბრო სტაბილურობაზე, იმავე ძალაზე, რომელიც გაიძულებთ, რომ იმ სიმყარიდან გამომდინარე, რასაც უკვე გრძნობთ ზოგიერთ ასპექტში, რადგან ორ ოთხიანზეც გახართ, იყოთ შეგნებულნი და მხედველობაში მიიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რათა კვლავ ჩაეჭიდოთ შინაგან ძალას სიმტკიცით, ძლიერებით და კონტროლით და შეძლოთ რესურსების, დროისა და ემოციური საკითხების გადანაწილება გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა არ დარჩეთ მხოლოდ მცდელობის დონეზე, რათა გქონდეთ კონტროლი, დიახ, მაგალითად ფულზე, მაგრამ ამავდროულად არ იყოთ ზედმეტად მკაცრი, ან არ დახარჯოთ და არ გამოიყენოთ რესურსი არამიზნობრივად. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ ასევე აღადგენთ წესრიგს, რაც ეხება საზღვრებსა და დისციპლინას სხვადასხვა საკითხში. რადგან ცხადია, თუ გვაქვს გაზვიადებული ხარჯი ან ვაკეთებთ ზედმეტ ხარჯს იმის შეგნებით, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. შემდეგ ვრჩებით 400-ის გაურკვევლობაში. თუ ემოციურ დონეზე გვაქვს სიტუაცია, სადაც ვართ კონტროლის, სიმკაცრის, ეჭვიანობის რეჟიმში, ამ ადამიანთან ყოფნა იქიდან, რაც შეიძლება გადაიზარდოს მძიმე, არატოქსიკურ, მაგრამ ასეთ ურთიერთობაში, სადაც მუდმივად კონტროლქვეშ გყავთ ეს ადამიანი, მუდმივად აკონტროლებთ კავშირს, ადამიანი შესაძლოა ცვეთდეს ამ კავშირს და ადრე თუ გვიან გაგრძნობინებთ თავს ასე. სურვილის არ ქონით, ან გაგრძნობინებთ უხერხულად, მოწყენილად, ან დროის უმეტეს ნაწილს მარტო ატარებთ. ასე რომ, კარგი, ეს სამუშაოც უნდა შესრულდეს იმ ადგილიდან. 400 არის არკანი, რომელიც ასევე გვანიშნებს, რომ უნდა იფიქროთ აპათიის მდგომარეობიდან გამოსვლაზე, რადგან ის საკმაოდ მოღალატეა, რა. ფიქრობ, ძალიან აკონტროლებთ იმას, რაც გაქვთ დაკარგვის შიშით. მაგრამ არ გსურთ რისკზე წასვლა, რამის დაბანდება არა და იგივეა გრძნობებთან დაკავშირებით. ეს გვეუბნება, რომ თქვენ ასევე შეიძლება ეწინააღმდეგებოდეთ იმ ცვლილებებს, რაც ბედის ბორბალს მოაქვს. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის მომენტიც, როცა ეს ყველაფერი წარმოდგება იმისთვის, რომ გადახედოთ თქვენს ქმედებებს და შეასრულოთ სამუშაო ახალ მიზნებზე, ახალ გზებზე, ახალ სიტუაციებზე, რაც შეიძლება ბედის ბორბალმა მოგიტანოთ და უპირველეს ყოვლისა სცადოთ ეს, რადგან ახლა არის რისკზე წასვლის მომენტი, ახლა არის წინსვლის მომენტი, ახლა არის დრო, რომ ისარგებლოთ ამ ყველაფერით. რას გვეუბნება მთავარანგელოზი მიქაელი? კარგი იუმორის გრძნობა. ის გვეუბნება, რომ ის გეხმარებათ, რათა ეს სიტუაცია ცოტა მეტი იუმორით დაინახოთ. რათა შეძლოთ გულითადად გაიცინოთ მასთან ერთად და ასევე გაიცინოთ ადამიანურ ბუნებაზე. ის ამბობს, რომ დააკვირდით ამ გამოცდილებას ახალი კუთხით და ეს გააკეთებინებს თქვენს თავს, რომ შეძლოთ სიყვარულისა და შემოქმედებითი ენერგიის მოზიდვა. და მე გეტყვით რაღაცას. ეს არის მზე, სიყვარული და შემოქმედებითი ენერგია, სიყვარული ადამიანის მიმართ, ან თქვენ ადამიანთან ერთად, ანუ ნამდვილი რამეები, რადგან ცხადია მზე გვაჩვენებს ნამდვილს, ნამდვილ გრძნობას, ფინანსურ მოგებას, რომელიც ჩანს, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს ექსპანსიურ წარმატებას.
ყველაფერი მოდის ასევე ბედის ბორბალიდან და მოდის დამოკიდებულების შეცვლიდან. ამიტომ ესეც იცვლება იმ სევდიანი ან აპათიური მდგომარეობიდან იუმორისტულად შეხედოთ ამ სიტუაციას. და მალე გაიგებთ, რომ ეს ნამდვილად უნდა მომხდარიყო, რათა თქვენ შეერთებოდით ბედის ბორბალს. ასე რომ მოდით ვენდოთ და ვაღიაროთ ტყუპებო, რათა ეს მოხდეს.